ძალიან ლამაზი ხარ. უკვე რამდენი დღეა შენზე ფიქრით ვიცინებ და ვიღვიძებ. ნება მომეცი შენი სურნელი ვიგრძნო. Evde. სახლში. Beş dakika. 5 წუთში გარეთ გამოდი. მომინატრე. მეც. კარგად ხარ? გუშინ არ გეჩხუბეს? Yok. არა, Olmadı. არ მეჩხუბეს. უცნაურია. ოჯახის წევრებმა არაფერი გითხრეს? იმ ბიჭმა პოლიციაში მიჩივლა. გუშინ გაყოფილებაში ვიყავი. განყოფილებაში? რამე დაგიშავეს? არა, კომისარმა რამდენიმე რჩევა მომცა და გამიშვა. კარგი. მითხრა თუ გინდა მივიდეთ და გოგო დავნიშნოთ. ძმას მე დაველაპარაკებიო. ჭუიდან შემშლიან. მაბადე. ყურადღებას ნუ მომაქცევ. ყოველთვის სხვის საქმეში ერევიან. Konuşuyor. მეც უთხარი. კომისარო, იმ გოგოს რაში ვჭირდები? როგორ დავარჩინო? თავადაც ხედავ რა მდგომარეობაში ვარ. ნუ თუ ოჯახი დამთანხმდება. Niyetin olsun. მართლა რომ გინდოდეს რამეს მოიფიქრებდი. მაგრამ სულ წუწუნებ. როგორც კი ქორწინება ვახსენე. მაშინვე გაბრაზდა. Tabii evlilik. რა თქმა უნდა, ქორწინება სერიოზული ნაბიჯია. İki kişi uzun bir yola çıkıyor. ორი ადამიანი ერთად იწყებს ახალ ცხოვრებას. Toplumun. და ოჯახის წევრების აზრი მნიშვნელოვანია. ოჯახი ამის გარეშე არ იქმნება. რა თქმა უნდა. თან სადგოჩქარება. ახალგაზრდები ვართ. ნახოთ ცხოვრება ყველაფერს გვაჩვენებს. Zaten თან ვალდებული სულაც არ ხარ. sorunu hissetme. Yani იმაზე გეუბნები, რაც გუშინ მოხდა. ეს ხომეც მინდოდა. ეს ნორმალურია. რა თქმა უნდა, ძვირფასო. ზრდასრული ადამიანები ვართ. ძალიან ლამაზი ხარ. benim gitmem. წასვლის დროა. მეგობრები მელოდებიან. გამოცვლაც უნდა მოვაზრო. Tamam kızım. კარგი, არაფერს დაგაძალებ. თურმე ახალგაზრდაა. ჩემზე უკეთეს გოგო შეხვდები. რა საჭიროა ჩემთან დროის დაკარგვა? Asiye, ასიე. ne oluyor böyle ასე რატომ დგახარ? diyorsun? Ha? Kızım? შულო, გშია? ხო, İçeri götürme. Ya, ასიე, ya biz ტყუილად გადანაშაულებდით. Vallahi. როგორც მივხვდი, ასიესა და იმ Maria ile. მოტოციკლისტს შორის მართლა არაფერი ყოფილა. ვერც იქნებოდა, რადგან შეყვარებული ყოლია. თანაც რა გოგო? Adamın ნამდვილი მზე თუ ნახავე. ya უზარმაზარი შავი ჯიპით გამოცხადა. altın. საბუთების ჩვენება ვთხოვე და Ya herif. მაშინვე პოლიციის უფროსთან დარეკა. Yetişti. წარმოიდგინეთ, პოლიციის უფროს დაუკავშირდა. ეს ყველას როდი შეუძლია. მერე კი ის ბიჭი მანქანაში ჩაისვა და წაიყვანა. უკან მისი ასისტენტები და დაცვის ხალხი გაყვა. შენ რაში სჭირდები? როცა გვერდით ასეთი ხალი ხავს. არ მეთანხმები და იკო? ასე არ არის?
Ne yapsın senin gibi sümük ჯობდა ყველაფერი თავიდანო გაგვირკვია. biri oturup არც კი ვიცოდით საქმე ვისთან ქონდა. biz de kiminle dans ediyoruz. სოკარიოში შეჯიბრზე წავიდნენ. უნებურად მოვისმინე მათი საუბარი. Sakarya Ha, komşuyorlardı. იმ ტიპმა უზრუნველი მომავალი მოიწყო. Sağlam yere kapak დამიჯერეთ. მერთმა ქნას რომ იმ თოლს ყველაფერი დაავიწყდეს, თორემ ჩემი საქმე წასულია. Veri de eski mevzu Gepitsebit. var Sağ Hatun ha. Sürdürürler. იმ ბიჭს ქორივით იცავს. Böyle böyle değil. წამით არ ცილდება გვერდიდან. ასეთ ქალს მე რატომ ვერ გადავეყარე? Ondan ayrılmıyor. ჭიანდა ეშმაკმა დალახროს. Olmadı şöyle bir kara anasını satayım ya. ტოლმა გაგიცხელო თუ სხვა რამეს შეჯამ. მაკარონიც გვაქვს. Lan oldu. ტოლმას, ტოლმა შევჯამ. Zahmet თუ რა თქმა უნდა არ გეზარება. რას ამბობ? 2 წუთის საქმეა. მიდი გამოიცვალე. გმადლობ დაიგო. Ayt. Aşk neydi? რა არის სიყვარული? უბედურების გარდა არა მოაქვს. გეფიცები ცხოვრებაში აღარავის შევიყვარებ. ღმერთი იქნება ამის მოწმე. მის კოცნას ყუთში დავასამარებ და სხვას გავადარ. Meşgale kutu თასი დამაჯილდოეს. რა? ვერ მივხვდი. motoru bırak kendine. ხომ თხოვე მოტოციკლით სეირნობას მოეშვი და საქმეს მიხედევა. ხოდა ნამუშევარი მომიწონეს და თასი დამაჯილდოეს. ძალიან კარგი. გილოცავ. Alt tarafı bir ალბათ ფიქრობ რომ ეს უბრალოდ თასია. რაგი ყველა თავს გევლება და ძვირადღირებული ბეჭდებით განებივრებს. იმათ კონზე ჩემი თასი თვალში არ მოგდის, არა? Ben bir şey მე გარ მithქვამს. ყველაფერი ჩემაგივრად გადაწყვიტე. ჩემ გარა გინდა. რა სიტყობ? რა სელოდები? evlilik. გინდა რომ ხელი გთხოვო? Tamam mı? კარგი, ასე მოვიქცევი. ამაზე იოლი არაფერია. Ama sen var ავდგე და დავქორწინდეთ. მაგრამ ასეთი ცხოვრებისთვის მზად ხარ? benim şartlarımla paylaşmaya ყველაფრის მიუხედავად ცოლად გამოვყევი? მზად ხარ რომ ჭირიც და ლხინით ჩემთან ერთად გაიზიარო? მიდი. ცოლობას ასე არ სთხოვენ. მუცელში რკინის ნაგლეჯის ჩარტყმით ხელს არავის თხოვენ. გესმის? მაგრამ შენი ჩაფხუტის ქვეშ თავი კი არ რკინის ნაგლეჯი იმალება.